წავედით სანადიროდ? რა ვედი არის რამე? ჰა? ამანა. ეს ყველაზე მეტად გულს აქვს ყვითავს ხოლმე რა. კაი ნაბული, კაი ნასროლი და ამ დროს ვერ იღებ. გოგა როგორ ფიქრობ, სად შეიძლება რომ ვინადიოთ ბიჭო? რავი, მალე დაგეგმილი გქონდა რომ ან ბარეთის გადასახოდთან გადაგვეხვია, ან ბეშთა შენის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა აზრი შევიცვალე. მე მაქვს ეგეთი იდეა და აბა რა სიტყვი, სადაც გაგვართენდება, მოდი იქვე ვინადიოთ. შვენიერი იდეა არის, რაღა დაგიმავ, ანუ ბედს მივენდოთ? ხო, რა ვიცი, ვიფიქრე რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა, გამოგვივიდოდა თუ არა ნებისმიერ მინდორში ნადირობა. შვენიერი აზრი არის ძმაო, დავაი მას უქნათ. დარჩით ჩვენთან მეგობრებო, ასე მგონია ეს ექსპერიმენტი გაამართლებს. გოგა, მე მგონი ბიჭო დაგვათენდა უკვე შერასიტყვი. რა სიტყვი და დაგეთანხმებით და ესე იგი ჩვენ ტბეთს გამოვცდით და სოფელ სამებასთან უნდა ჩაუხვიოთ ტბისკენ და პირველი ნადირობა აქ უნდა ვცადოთ ჩემო მალე. ჩვენ მზადა ვართ. გოგლიკ, აქ რაღაცა ადგილი ვნახე, ასე მგონია რომ ღირს ამ მინდვრების ნახვა. წამომხევი აბა. როგორც შენ ნორჩქულს გაუხარდება, ჩემო მალე. ეგ მომწონს რომ ნორჩი მგონი ვარ. წავედით სანადიროდ? მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ჩვენი ახალი მეგობრები, რომლებიც ალბათ შეიძლება იცნობდეთ კიდევაც სოციალური ქსელიდან, იმიტომ რომ არაერთი ვიდეო თუ ფოტო დევს ამ ხალხს, ხო? კი ბატონო, ირაკლის აქვს გადასარევი არხი, ფრინველზე მონადირე ქვია მის არხს. მეც ინტერნეტ სივრცეში გადავაწყდი, დავუკავშირდი ამ კარგ ადამიანს და გადავწყვიტეთ რომ ერთად გვენადირა ჩვენ და მას. საბაქვია ამ კაცს. და გავიცანი გუშინ, გავიცანი საგურამოში, ერთი საღამო გქონდა ურთიერთობა, კარგი მონადირე ბიჭი არის, ახალგაზრდა კაცი არის და რატომღაც გულმა გამიწია რომ ჩვენთან ერთად ენადირა, მგონია რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ძალიან კარგი. მაშინ შევუდგეთ, ხო? შევუდგეთ ნადირობას, შევიდეთ მინდორში. მალე პირველი წელი შენია, ხო იცი? კარგი. როგორი ინტერესიანია შენი ძაღლი ირაკლი. ეხლა რა ასაკშია შენი ძაღლი? 3 წლის და 6 წლის. და ალბათ ლეკვობიდან ნადირობს, ხო? 4 თვიდან მინდორში. 4 თვიდან? გვინდოდა მე და საბას აიქ მარცხენა მინდორში შესვლა მაღალ ბალახში, მაგრამ შორიდან დავინახეთ მონადირეები, რომლებიც ზემოდან ჩამოვიდნენ და შევიდნენ, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ აღარ ვქენით ეგ ამბავი. საბა, რა თოფი გიჭირავს? იჟი 27 სტენდის თოფი. შვენიერი. რამდენი ხანია ამ თოფით ნადირობ? მეორე წელია. მეორე წელი. იაბარუდი. არ არის ეს. მაყოფილი ხარ? კი. ცოტა დარტყმა ხო არა აქ ძლიერ? არა. ნაბულია. ნაბულზია. ნაბულზია? ნაჯდომი დიდი ალბათობით. ხო, როგორც ჩანს ნაჯდომი არის. ალენ, მაღალ ბალახში უნდა შევიდეთ. მეც ეგეთი ეჭვი მაქვს. და მაგარი ადგილი. კი. თუ იქნებოდა აქ მწყერი, აქაც უნდა მჯდარიყო, გეთანხმები.
ამოდი გადმოვიწევით ჩვენ და შემოგვიერთდით. მოვდივართ. ესე იგი კაცის სიმაღლე ბალახია მინდა გითხრათ. ხო და სიმართლე რო გითხრა, საერთოდ არ მომწონს ეს ადგილი სანადიროთ მაგის გამო. აჰა. ესე იგი მალენ მე რომ წერი ვიყო, აქ არ დავჯდებოდი. დავდებოდი ერთია და აქედან ამოფრენა არ გინდა ბიჭო. ხო, ნამეტანი მაღალია. ნამდვილად ჯობია ეს ადგილი. სასიარულოთაც, ძაღლისთვისაც. ძაღლი არა. აი ესე გავუყვეთ. ერთმანეთ შორის დავიცვათ. ხო, ზოლზე უნდა გავუყვეთ იმათთან. 3-3 კი არა, არამედ 5-5 მეტრა კი ბატონო. და უკეთესად გამოგვია ნადირობა. არგი ბატონო ჩემო. ეძებს არ ანებებს თავს. ამიტომ ჩვენ არ ვანებებთ თავს. მედი აბა. მიეხმარე. ბიჭებო, მარჯვნივ მონადირეები არიან, გაითვალისწინეთ. იქით არ ვისვრით არავინ. აი სადღაც ამ ტერიტორიაზე ზის. ჩვენ არ ვისვრით, ისინი გვესვრიან და აი ერთი მწყერი. მანდარი. ხარი? აი აგიდა. აი მოდი ლედი, მოდი. იქ იყო ის ადგილი. თუ აზრია. არა, აქ იყო ის. შენ რო იცოდე ის მწყერი ჩამოვარდნილი არის სადღაც იქითკენ. აი ბიჭი ხარ, ოჩა მალე. აბა გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი ლუკა მართალი ხარ. კი. მოგწონს შენი საქციელი? ძალიანაც კარგი. აი კიდევ ერთი ადგა. მიდი აბა. იქნება. ახტება იქ. ეგ მინდორი უნდა ჩამოვიაროთ. რა ოლედი არის რამე? ჰა? აბა ნახე. დაიჭრა. ყოჩაღ ლედი, ყოჩაღ. მაგარი გოგო ხარ შენა. აბა მიდი ლედი ერთი ეგეც ავწიოთ აერში. აბა მიდი ლედი, მიდი. აი ბიჭი ხარ, ოჩა მალე. ლედი მომიტანე, ლედი. იპოვნე? აუ გაჩერებული იყო და. ო შვენიერი, გადასარევი ზომა, გადასარევი წონა რო იტყვია. მადლობა დიდი. ძმაო, კარგი, აი რუსეთიდან რო იცის ხოლმე შემოსვლა, ხო იცი, ქონით რო არის გაჯერებული. ნადირობა გამომიცხადებია გახსნილად. ნელ-ნელა შეუყვეთ ბიჭებო. ლედი. აბა წამოდი ჩემი გოგო. ო, შენ გენაცვალე, ლედი, ყოჩა. ო. აღებულია. ესეც მორიგი მწყერი. ნადირობა ითვლება რომ უკვე შემდგარია რა. არ დაიზაროთ ხალხო. გამოდით ბუნებაში, გავერთობით ყველა ერთად. მე შენ დასაწყისში გითხარი რომ პირველი მწყერი მოინადირეთქო, თორე ყველაფერი შენ მოინადირეთქო, კი არ მithქვია. მალე პირველი მწყერი შენია, ხო იცი? კარგი. გავითვალისწინებ, ჩემო გოგა. ძალიან გთხოვთ. აბა ლედი. აბა. ბიჭოს, მართლა დიბედროლები დევს გონე. საერთოდ არ მიჯერე. კიდე ერთი წავიდა. ეხა ნახე რა ხდება. ვინაიდან ნიავი უბერავს. წყერი ეტანება, წყერი რა ძაღლი. აი, ნაბულია კიდე. აბა ლედი, სად არის ეგა? ეგ ხულიგანი ეგა. ძაღლი როგორ უახლოვდა? კი, ეგრევე ჩაეხსნა. კი, მე და შენ, ბიჭო. კარგი ბიჭები. ლედი ნახე გოგო, ნახე წი. ყოჩაღ გოგა შენი არის. მეც ესე მგონი. მე კიდე დარწმუნებით გეუბნები. ეხლა თავარია მწყერი არ დავკარგოთ რუდი, შემოვა. აქ არის რუდი. ამოფრინდა ეგა. ნახე, აი აგერ არის. აი ყოჩა. ჭკვიანი რუდი.
კარგია, გოგასი არის. გილოცავ, პატრიცემულო. შვენიერი. მართლა ისეთია, მოსული მწყერია. ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი ახლა შეცვალე. რას ფიქრობ? აზრი აქვს თუ არა საერთოდ ძებნას მინდვრებისას და რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაბაზრებული, ეგრეთ წოდებული გაბაზრებულ ადგილებზე სიარული? მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. ჯერ მაყურებელს მე მგონი არ უნახავს ჩვენი საღამოს ტბის მიმდებარედ ნადირობა. დიახ. იმ ფილმიდან უკვე ყველაფერს გაიგებენ. მე და მალენმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აი ასე ვთქვათ, გაბაზრებული ადგილები ამოვაგდოთ ჩვენი სამონადირეო სიიდან და თვალით რა ადგილის მოგვეწონება შორს მიუსვლელში ისეთ ადგილას, სადაც მონადირე წესით არ ნადირობს, იქ ვინადიროთ და გადასარევი შედეგი გამოიღო. დიახ. ანუ იმ მინდვრებზე გასროლილი ბაზნაც კი არ იყო. ნამდვილად. აიგე? თუმცა ამ მინდორს ამ კლასიფიკაციას ვერ მივანიჭებდი. კი, მესმის მონადირეები დადიან, როგორც ჩანს, ისინი უყურებენ ჩვენ გადაცემებს და ფიქრობენ, უფრო უკეთეს ადგილებს მოძებნით. ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კარგია რომ დადიან, უნდა იარო ბიჭებმა. სეზონი არის. მე მგონია რომ აქ ვინადირებთ. რა უბრალოდ ნადირობა უკვე შედგა როგორც შენ აღნიშნე და აი მე ესე როგორც ხდები, ყველას მოგვიწია თითო-თითო, ხო სწორედ მახსოვს. აი ეს ჯერჯერობით საბუკა მყავს დაჩაგრული. ჯერ საბას არ გავუსურია? საბასთვის უნდა მოვძებნოთ მაშინ მწყერი, წავედით. წავედით. მიდი ლედი ერთი თუ არის ჩასუქებული აწიეზებით. აბა მიდი ლედი. კარგი ხარ. აუ, დასთან არის ის მეორე. გაუშვი, აი ვიპოვეთ. ვიპოვეთ. ოჩა, ხუდი. არ არის ხა. ეს ირაკლისია. გაუსწორდი, დაღდა უძახე, დაიცადე ლუქსა დამელოდე და ხაზი გაასწორონ და ერთად წავიდეთ. აქეთკენ არის შედარებით დაბალი, აქეთკენ არის შედარებით მაღალი და მაღალში მე შევდივარ, მეტი რა ვქნა. მარლენ, იცი რა მგონია, რომ ეს მართლა ძალიან მაღალია და ეგ მინდორი არ გვაძლევს საშუალებას, რომ 4-ვენი და წამოდი გადავიდეთ. სიმაგრეში არის, აწვალებს. მიდი. არა, არ გამორიცხო რო ღალღა. ემდო სხვათა შორის. აი. კარგია. ახერუდი. სხვათა შორის. ბრავო. შვენიერი იყო. ბრავო, ბრავო. აუ, ცოტა ახლოში ხო არ მომივიდა? გადავალ, აბა ვიცი. ბიჭო, არა. ორივე ძაღლი აშკარად რაღაცას ამუშავებს რა. აი ჩემს წინ არის ახლა ზუსტად. უჭირთ რა ამ დიდ ბალახში რა. მიდი. გაუშვი რა, თან ჯერ საბას ვაცადე და მე აღარ მინდოდა გამეფუჭებინა. მიდი დაახლოებით მახსოვს სადაც იყო. რამდენი გვაწვალა აზე ხარ ძაღლებს რა უკნა? მიდი. შენც იგივე. ნუ ნახა. ესე იგი არც ესე ახლოს ყოფილა ჩვენ რო გოგონა. ვახ, შენი დედა ვატირე შენ. აი ეგეთებით ხდება. დილამშვიდობის. არა გუშავს, თქვენ როგორ ნადირობთ? სალამი გოგა გენისა. ალექსანდრე. დაიხარეთ ბჭო.
მეორეჯერ გიშლით ხელს და ამიტომ მაგიტო ამოვედი რომ თუ იქიდან მიდიხარ. არა, ბიჭო. ვერ ხედავთ, ხან იქით მივდივართ, ხან. ხო და მაგიტო ამბობ, რო არ შეგიშალოთ, საიდკენ გინდათ ეხლა თქვენ ჩვენზე ადრე იყავით მოსულები. რასა იქ ვეგონე ჩვენ და მაგიტო წამოვედით ეგ. ხო და აი მაგიტო მინდა რომ თუ აქეთკენ აპირებთ არ არის პრობლემა, უფრო მაღლა ავიწევთ. რამდენი აიღეთ? 1.15 სალამდე. ზაღლი ყავს ახალი და ცოტა აფრენა უჭირს. არა, მოდი ესე გეტყვი, გამოცილ ზაღლებსაც უჭირს ამ ბალახიდან ეხლა. და მაგარი აწვალებს, იცი რამდენს დაძდევენ, რას ლაპარაკობ. აკაურები ხარ? არა, ჭიათურლები ვართ. ჭიათურლები ხართ? სააღოლწმო. ძალიან დიდი სამეგობრო მყავს ჭიათურაში. ძალიან კარგი. ბედინაშვილებიო, მიაძეები, სირაძეები, ნაგუჩი ცხოვრობს ნაწილი, მოკლედ რა ვიცი, კაი ხალხი ხარ ჭიათურები. სალამი, კარგი ნადირობა ბიჭებო. იქითკენ ხელს ხო არ შეგიშლით, ქვემოთ მიდიხართ. კაი ძამიკო, აბა, კარგად იყავით ჩემი. კაი ხარ. მიყვარს მონადირეებთან ურთიერთობა. კარგი ხარხი გვართ ჩვენ მონადირეები ბატონები. კარგი ბიჭები შეგვხდნენ. მეორეჯერ გადავეკვეთეთ გიგეს მოდადი და მაინც რა ვიცი თავი ჩავთვალე ვალდებულად რომ მეკითხა საით აპირებენ ნადირობას რა რო ხელი არ შეგვეშალა და ასე და ამრიგად გავიცანე ეს კარგი ხალხი. მოგკითხვა ბიჭებო თუ გიყურებთ. შვენიერი. შვენიერი და ძაღლიც იქ არის და მე მგონი აიღო. არა. არ დავარდა ძმაო. ანუ იცი რა მაინტერესებს რომ ეგ ჩაჯდა თუ მე რო ვესროლე ჩავარდა. ჩაჯდა? ოპა, კარგი ხარ. ბრავო. აი ბიჭები ხარ. გოგა რა ძააშორი დასროლი იყო ბიჭო. აღარ მივხვდი რომელ ძაღლს უყურო უკვე აქედან იქიდან. ნახე. არა ბიჭო ვერ დავარდა. მოულოდნელი ამოფრენა იყო. ჩადი. აგერ არის. როგორ კარგად ავაცილე, ხედავში. არა და რა კაი სასროლი იყო. ნაბულზია? ახლოს ვარ. ვინა შემოუვარე და დაბლა გაგვიქცევა იქ. ხო, შენ დააწიე. უშე გენაცვალე დაჭერას აპირებდა ბიჭო. გარანტირებული. უშე გენაცვალე დაჭერა. მე რას ვიძახი, იცი, აი თქვენ რო იქითა ზოლში და ჩვენ აი იქითა ზოლში რა. და ორი მონადირე, ძაღლის პატრონები შუაში ალბათ რა. ბალე, არ არის ეს პატრონი.
მე მინდა აი ამ ზოლის აქედან ვიდგე რა. მივხვდი? კი ბატონო. რა რიცი რომ არ ცხელა შესაბამისად უჩერდება პატარა ბალახსაც რა. კარგი ხარ? მეორე ვიცით სადაც ზის. თუ რამე ამოვიდა, დიდი ალბათობით წავა მარცხნივ შენსკენ. დღევანდელი დღით, დილით კმაყოფილი ვარ და დღე წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კმაყოფილი ვიქნები ჩემო გიორგი. ძაღლების მუშაობაც მომწონს, ერთი მალენი მისლის ნერვებს. ეგ ხა ხო ყველა მიცი. ვა. აქ არის სადღაც ნახე. გაწვალებს მიდი ნახე. არ ეშვება საღოლდო. აკეთება, ჩემ ხარეს გადი. არც მივარ, ჩემ ხარეს. მიდი. ლედი. მომეცი. წაუ. აჰა. აი, შვენიერი. მეორე საწავიდა? წინ ზის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დავრეკოთ ეხა ნინო წმინდაში ჩვენებთან ანდრეის დავრეკოთ. და ვნახოთ, ვკითხოთ რა ქნეს. როგორი არის მინდვრების ამბავი? ხო, მაინტერესებს რა, იმიტომ რომ სადღაც ალბათ ყაურმის მიმდებარე დაპირებდნენ ეგენი გასვლასა და ჩვენ ვინადირეთ რა და თუ კავშირზე არის ინფორმაცია გავცვალოთ. როგორა? აბა როგორი ნადირეთ ანდრეი? რა გეგიდა ნადიროს? როგორ ამოდის და ამოდის. გასაგებია, პრინციპში კარგია რომ ამოდის და ამოდის. სამი სავაცილე დააჩენი ავიყონებე. რამდენი ყავს აყვანილი? 1 20 ცალი. კარგია, უკაძე 20 ცალი ვიყავთ დილიდან. აი შემთხვევით ვიპოვე ვიღაცას უნადირია და ალბათ შემთხვევით დაუვარდა. ბატონო გოგა, სულ ოდნავ შევიცვალეთ ადგილმდებარეობა. ალბათ ვფიქრობ 500-600 მეტრში ვართ ამოსულები. მაქსიმუმ კილომეტრი, მაქსიმუმ. მაგრამ რატომ გაჩერდი აქ? აი ძალიან მომხიბლა აი ამ მინდორმა. ორი მარტივი მიზეზის გამო. რომ პირველი ძალიან მაღალი არ არის და სასიარულოს თავი დავონებოთ, გადასაღებად მარტივი იქნება ჩვენი ოპერატორისთვის, ხომ და ვანახოთ მაყურებელს როგორ ნადირობთ, მაღალ ბალახში არ გამოდის მალე გადი. დიახ. და მეორე მე რომ წყერი ვიყო აქ დავჯდებოდით. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ნადირობა გრძელდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ჩვენი ბიჭები არიან, ესენი ელწყობა მაშინ რომ ნადირობდნენ და ოხ, თქვენ გენაცვალეთ, მაგრა ნადირობენ. კაია, შევიცვალოთ ლოკაცია, შევიცვალოთ. გადმოხედე, ჩემგან ხელმარცხნივ იყო მინდვრები, ხა ჩამოვიწია ქვემოთ, მოვედი. აღებულიც არის. და რაღაც ისეთი ზოლები არის, რომ ჩვენ გვესიამოვნება. ძალიან კარგი, მაშინ ჩვენ ამოვიწევით, წამოგეწევით და შევუყვეთ მინდვრებს. აი ამ ღობეს გამოყევით და მოხვალთ აი ამ აღებულ ყარამდე და ზოლებამდე, მე მგონი რაღაცას ჩვენს მოსანადირებელს ნახავთ. გავიგე მოვდივართ. დაულოდით ბიჭებს მალე მოვა. კიდევ ერთხელ ვიცვლით ლოკაციას. ამასობაში ჩემი ელემენტი ჩდება. აღაუშავს. გვაქვს კიდევ. ხო და ვნახოთ კიდევ რა გველი. ბატონო, მოწეთი. ბატონო გოგა, ბატონო. ხო
კომფორტული ბიჭები არიან. ძალებით ნორმალურად მუშაობენ. დიახ, ძალიან კომფორტული ხალხი არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ როგორც ყოველთვის ადამიანებში არ ცდები. რატომ მე ჩვენ. ოქრო ხარ, ოქრო. აი როგორც ცოტა ხნის წინ გამწნეთ, მინდა რომ ეს მინდვრები მოვჭრიკოთ. ამინდი ძალიან გვიწყობს ხელს, დიდი მადლობა წალკის ბუნებას ამისათვის და ამინდის სამინისტროს. ეხლა შევუყვებით ბიჭები და ნახავთ რა და როგორ იქნება ეს. მიდი კაცო ლუკა. გადაღება აგინა? ვიღებ ძმაო. გიო მოდი. მიდი. ნახე. მარცხნივ გაფრინდება დიდი ალბათობით. წივიდი. მიდი. წივიდი. ვა. ნახე. მე ნუ მაგცილ ყურადღებას მიდი. შეიძლება აქ იყო და რომ დავიძარით. გავიდა სანამ ჩვენ შევჭამეთ რაღაცა ამბობ. ჩოჩორი იყო თუ რა იყო თო მე ხა იმას ვფიქრობ ოპა კარგია რუდი ბრავო აიცადე მე აქ შეიძლება კიდე იყოს ხო და გავჩერდები აქ შენ მიიყვანე ძაღლი მაგ ბუჩქებთან მეგონი პირდაპირ არხში ჩავარდა სადღაც არა აი ბუჩქთან ჩავარდა უხე ვიცი სადაც ჩავარდა Просто პატარა იყო რაღაცა გული მეთანაღრება. მიდი ნახე. რაღაცა გული მეთანაღრება. კიდე სოიკაზია. წი. მიდი. მიდი. ბრავო, მიდი. 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 შეიძლება აქ იჯდნენ. თამარე გამოვიდნენ ვითომ გარეთ, მაგრამ სიმაგრე აქვს. მიდი. ნახე. ნახე. და ხა აი აქ უნდა იყოს სადღაც ორივე მოიყვანე ძაღლი. აი აქ მოიყვანე, არა, აი აქ, ჰა? ერთი აგერა. ერთი ხო, მაგრამ ნუ მეორე აი აქ დიდ ბუჩქთან დავარდა, მე ესე მახსოვს. ეს სავარაუდოდ მე რო ვესროლე. ალბათ. მიდი. აუ რა იყო დაგიშავათ რამე მაგ წერმა? ვაშენ გენაცვალე მე. ნახე, არ არის სილამაზე? ოპა! არ გებიხარ. გოგა, შენც მოასწარი გასროლა? შენც გაისროლე ისე? ვა, ისევ სინქრონი იყო თო? არ გადამ გამასწარი ალბათ ვალე. არ ვიცი, ძალიან ერთდროული ხმა იყო. ძალიან ერთდროული. საბუკა შენ შემოდი. თუ ძაღლმა აქ იმუშავა. გოგასია. არა, კაცო შენ. გოგასია. მაშინ ასე გადმო. გამარჯობა შენ. მიდი, კაცო. მიდი, ძმაო, მიდი. ეხა ამ პატიში გაეპარება, მიდი. აქ ჩემ ხარეს გამოვიდა რუდი და შემოვიდა ისევ. აქ. ჩვენ აქ მუშაობთ, მიდი. რუდი, აქ მუშაობთ. აქ. მიდი.
რუდი, აქ, მოდი. მიდი. კარგი ხარ. მიდი. რაო მალენ. ასე კარგად ჯერ არ ამიცილებია რა. დაჭრილი არის ეგა. აი წინ არის მოკედეგერი ბუჩქა. ხო. აქ რაღაცა ხდება, ხო? ასე რომ არ იჩქაროთ ბიჭებო, ნელა იარეთ. იმიტომ რომ ეშინია და მერე დგება რა. პაუზა გვინდა სულ. აქ შენ მოდი მოbrunდი ხა შენ აქ ალბათონო. გოგა რას ვაგვირდები, იცი? ხო. მე და შენი სინქრონები უფრო ხშირად ემთხვევა, ვინემ მე და გიორგისი. აბა რა შევა აქ რაღაც ხდება მე მგონი. მიდი. აბა დაში ჩქარა დაში. აქეთაც რაღაცა უნდა. ნაბულს გავს. ინტერესი გამოხატა. ეგ ერთი. გავჩენ ამ კალშიც ზიან, ხედავ შენ. ირაკლი შენ არ მოდუნდა შეიძლება მაქედან აგიფრინდეს. და მე ის დავკარგი ამასობაში. მიდი. ბიჭებო, არ წახვიდეთ წინ, ოპა. ანუ მან დიდექით, იმიტომ რომ ეს გამოსატანი არის და მე ვეცდები მწყერი არ დავკარგო. აქაც უნდა მოვაძებნინო. ნახე მიდი. ნახე მიდი. იცი რა, მას შორს არ გაუშვა, კიდე აფრენენ. ჩემ ხარეს არის რა, აი აქ დაეცა, სანამ წვანეში გადავიდო და ნამკალში გდია, ხო? მოდი აქ რუდი. ნამკალში ხა წესით უნდა მონახოს. რუდი. აბა ნახე. აი ამ გაყოლებაზე ნახე რუდი. აბა ნახე. აი შენ მოგევლენ. ბრავო. ბაბა. მოდი. ბრავო. იყურება. რაღაც ხმები ესმის და იყურება. მიდი. ნახე მანდარი. ნახე. აუ, გაგირბის. ნახე. საიდან აიღოს უნიაზე ხარ? კარგი გოგოა. Bravo. დაიჭი. Bravo. აუ თვალები. Bravo. რა თვალებში? აუსის ხმა. სო, წამოდი გავიყვანოთ მინდა. აქ მე მგონი. ბიჭო. დიდი. აუ ეგ მე მგონი დაჭრილია. ნუ თუ ჩამოკიდა ფეხი. ეს გამოვიპარე აქ და შეძვრა ამ ბალახებში აზე ხარ? აი ნახ. ან სხვა არ იყოს კიდე. შეიძლება სხვაც იყოს. ძიმიდი. მაგრამ ეს ბუმბული უნდა დავიმახსოვროთ აქ. ძიმიდი. დაიჭირა. Bravo. სადარი. სადარი. დაჭრილია ხო? აი რუდი. ოპა. არის? კი. კიდია, მარლე. Bravo. თავამად გეტყვი ირაკლი, რომ ეჭვი მაქვს ძალიან დიდი. პერიოდულად შეგაწუხებთ ხოლმე ნადირობაზე. იმდენად კარგი ძაღლია, იმდენად კომფორტული პიროვნება ხარ. გიოს შეუმჩნევია, რომ სადღაც 1-7 მეტრში მწყერიაო, ჩამჯდარი დაახლოებითო რა. ხო და
ნახოთ აბა რა გამოგვივა. იპოვნა? ვა, თქვენ გენაცვალეთ, ყოჩაღ რა, ყოჩაღ. კარგი ვარიანტი არის. ოპერატორი ნახე რა დაძებდა? ოდიში, ნოუცად გამიგო? ყოჩა, ვითომ? არა მგონია. ო, შენი დაჭრილი. მადლობა, მე არ მახსოვს როდის ვისროლე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. კაი საჩუქარია. მოკლედ, ამით დავასრულეთ ჩვენი დილის ნადირობა დიდი ალბათობით. ეხლა გოგას შევხვდები და ვნახოთ რას გვეტყვის. ეხლა მაყურებელს ვეუბნებოდი, მე მგონი მოვჭით დილის ნადირობას თქო. შენი აზრი როგორია? ჩემი დადებითი აზრი როგორია? დიახ. როგორ შენ ამბობ, ჩემი დადებითი აზრი შენ დადებითი აზრს ემთხვევა. შეგვიძლია თავისუფლად დავისვენოთ, მივეცეთ განცხრომას, დიახ. მივეცეთ ძაღლებს დაშვენების საშუალება და მომემზადოთ საღამოს უკეთესი ნადირობისთვის. ნახოთ რა გამოვა მე საღამოთიც. კი ბატონო. კარგით, დარჩით არ გადაახვიოთ მეგობრებო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მონადირეებო, გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ განდებით? კარგად, კარგად. კარგი სროლები გქონდათ. რავი, აი. ვა, შვენიერი, კაცო. ხო, მაგრამ რაც თქვენი სროლეთ. კიდე ახლა. ციებში რო ვარდები, პოლიცია. ვენაკენით ივარგე ხალხო. ცოტა რა ვიცი, 12 წალი ავიღეთ რა. პატარა რა შვება. აი, ახლა მოკლა იმ კუჩია იქ. ეხლა იგეში. კარგია, მაგასაკიდან უნდა დაიწყოს. უკვე დაიგეშა. აი, დრო გეტარებინოთ ბიჭებო. კარგად იხარით. გაიხარეთ. ბოდიში და მარლენი ხوارებიდან. კი გენაცვალეთ. აი, ო, თქვენ დიდი გენაცვალეთ. მაყურებელი ვარ. შემოგევლეთ, მადლობა. შემოგევლეთ სუპერად. მადლობა ყურადღებისთვის რა. კი, რა თქმა უნდა, აი უყურებ და მე თქვი ის არის თუ არა. გენაცვალეთ გულებში. გაიხარეთ, დავდივართ, ნადირობთ. ხან წყერზე, ხან მანოკისტებზე და ასე შემდეგ. ო, რა, ჩვენ მე მანოზე არ ვნა. არავის არ უყვარს ვინც წესიერი მონადირი არის და რა თქმა უნდა. მთელი საქართველოს დედას აგინებს და ეხლა რა შესაყვარებლები ეგენი არიან. კარგად. კარგად ბიჭებო, აბა მშვიდობით მენახეთ. მაგრად. გამარჯობა. გაუმარჯოს ხალხო. როგორ ახართ მონადირეებო? იაგებით ნადირობთ წღერზე კაცო? სხვა ძაღლი არ აქვს? არა. ძაღლი არ აქვს. ძაღლები კარგებია, მაგრამ წერი იქით უფრო არის. ხო, გასროლები იყო, რავ, საერთოდ ეჭვი მქონდა რომ ვიღაცა მანოკი ხო არ ჩადგა თუ იმდენი გასროლა იყო. იქით ასოფელიდან ასასროლში ომი გეგონებოდა ისეთი ამბავი. აჰა. დაკარგული რამე ძაღლი ხო არ გინახავთ ბიჭებო? არა. კარგი გენეცვალა. აბა მშვიდობით. ეშინია, მაგრამ ცოდვაა. ცოდვაა. მოდი. ეს არის დაკარგული სადღაც წალკაში. შეხა ვეცდები მანქანაში ჩავისვა, მე ახლა ამას Facebook-ზე დავდებ. მოდი აქ. მოდი გაჭამო, გინდა გაჭამო? სადა გვაქვს ჩვენ საჭმელი პური რაღაცა არა გვაქვს? ესე იგი, შეგვუნთხო ესეთი რამ, მე და მარლენს დილის ნადირობას რომ მორჩით და საღამოს სანადირო მინდვრების მოჩხრეკაში გახლდით, გადავაწყდით დაკარგულ ძაღლს, ეპანიულს რა. ძალიან საყვარელი რამე არის. ეტყობოდა რომ ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, მშიერი იყო, მწყურვალი იყო, მოკლედ რაღაც დონეზე უპატრონეთ. და მარლენმა ეგრევე გადაუგო ვიდეო და დავდევით Facebook-ზე რომ ძაღლი არის დაკარგული და ნუ ჩვენთან არის ამ ლოკაციაზე თქო რა. გეაბრაზნი დღესთან ახლოს. ესე იგი ეს ძაღლი მეგობრებო არის დაკარგული სადღაც აი ამ პემზის კარიერის მაღლა. ჩვენ ნახეთ პემზის კარიერის მაღლა, ხო რა. ხო და იქნებ ვინმე შეგვეხმიანოთ. წალკას როგორც კი მოშორდებით, ძალიან ახლოსვე არის ეს ტყეები, მონადირეებმა პრინციპში ყველა მიციან, ხო. ვინც არ იცით, მაგრამ ძაღლს ამოიცნობთ მაინც
ძალიან აქ გთხოვთ შეგვეხმიანეთ, ან კომენტარი დაგვიწერეთ ამ ვიდეოს ქვეშ. იმიტომ რომ ერთ 10 წუთში უკვე გამოგვეხმაურა ბატონი მალხას ტემალაძე, რომელსაც თურმე ასევე დაკარგული ყოლია ძაღლი და ეგეც მინდა რომ გაითვალისწინოთ ამდაგვარი ძაღლი რეხას მიდამოებში და ძალიან გაუხარდა ეგონა რომ მისი ძაღლი ვიპოვეთ, მაგრამ ნუ ახლო დაკვირვებიდან გამომდინარე მივხვდით რომ მიხვდა პატრონი რომ ჩემი არ არისო. მაგრამ შეკედლება ითავა. ანუ სანამ პატრონი გამოუჩნდებაო, მე მზად ვარ რომ ეს ძაღლი შევიკედლოო. ასე რომ ბიჭებო, თუ ვინმეს გეცნობათ ეს ძაღლი, შეგვეხმიანეთ ან ჩვენ, ან ბატონ მალხას ტემალაძეს. მალხას ტემალაძესთან დაკავშირება ალბათ გაუჭირდებათ, მაგრამ ჩვენ შეგვეხმიანეთ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარების სახით. მაგრამ ეხლა მე მინდა ვნახო ეს ძაღლი ნადირობს თუ არა. და ჩვენ ძაღლებთან ერთად მინდორში შევიყვან ამ ეპანიოლს და ვნახოთ ერთი რა ჩიტია. აბა ხაზი გავაკეთეთ, ბიჭებო, ერთი ძაღლი აქედან, მეორე ძაღლი იქიდან, აბა ჰე, აბა ჰო. ოპერატორის შუაში აქვე გეტყვით რომ პრაქტიკამ პრინციპში გვანახა რომ ნამკალიდან ნაკლებად ამოდის მწყერი. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მაღალბალახში იწვიმა, ცოტა ხნის წინ კარგი წვიმა იყო. ძალიან სველი არის და ისედაც მაღალბალახში ჩვენი ოპერატორი ვერ ახერხებს კარგად გადაღებას, იმიტომ არ ჩანს ძაღლის მუშაობა. გადავწყვიტეთ რომ აქ ცადოთ ბედი. სად არის ახლა ეს ჩვენი ბიბი? ბიბი თავი დაადო და სადღაც წავიდა აი აქეთ კერ. ბიბი, მოდი ბიბი, მოდი. ირბინოს ცოტა ხანი მოვა. იმედია. ნუ ყოველ შემთხვევაში გამოჩნდება რა, რას იზავს ეს ძაღლიც. კარგი. აბა ნელ-ნელა გავუყვეთ. დიდათ ნამკალის იმედი არ მაქვს, მაგრამ ბოლოში მალე როგორ თქვი ცოტა მაღალი ბალახი ჩანსო, ხო? დიახ და იქნებ იქ მაინც გაგვიმართლოს. ედი მიეხმარე. ვიდი. რა საინტერესო იყო. პარტია. პატარა. რუდი. შეხარ. ბრავო რუდი. კარგი ბიჭი ხარ. იმიტომაც აწვალებდა მაგდენი ხანი ხედავში. აქ შეიძლება დიდიც იყოს მაშინ. კი. არა. ეგეც პატარა არის. პატარა ესეთი და გოგა, ბატონო. მე მივხვდი ერთ რაღაცას. შეიძლება იმ ძაღლს, რომელიც ჩვენ ვიპოვნეთ, არც ეძებდეს პატრონი. არის მაგისი ალბათობა, მაგრამ შეიძლება არ ნადირობდეს არა პატრონთან. არც ეგ არ გამორიცხო. ხო, მაგაზე აღარ მიფიქრია, ხო იცი? მაგრამ თუმცა შეიძლება რომ ხო რაღაცა ოთახის ძაღლი იყოს, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ოთახის ძაღლი სანადირო მინდა. ალკაში ხო შუა სანადირო გარემოებაში. შიგ კაკალ წალკაში ასე ვთქვათ. არა უშავს. ხო და აშკარად ეთქვა პატარა. მოდი აქ. ფუ. დაიჭირე. ძიმი. აქ პატარა. ძიმი. ედი. ოპა. ფუ. დიდი იყო. და ვერ მოვირგე მხარზე. არა უშავს გოგა. არა უშავს, რა თქმა უნდა. 1-2 წელიც ახლა რო იარო ჩემთან ერთად დაგამუღამებინებს სროლას. აუ როგორ გამიჭრა რატო ვერ მოვირგი აქ ხარზე ამის დედავატირე რა. იცით რა შეიძლება კიდე იყოს, მოდით ნუ დავკარგავთ იმედ. მალენ
ბატონო, ძალიან კარგი მინდორი გიპოვია. ხო, ნუ იცი რა არის, გაფუჭებული მინდორი არის პრინციპში რა. ათესი არის, რაღაცა სარეველა, მე მგონი რაღაცას გამოვკროთ ჩვენ აქ. წესით და ლოგიკით. მაგრამ ლოგიკით იქაც უნდა გამოგვეკრა. კი ბატონო. უშენგენა ცვალებე. აბა მაჩვენე სად არის მწყერი? მიდილედი. იმდენად ახლოს იყო ძაღთან რომ ხო. მოდი ვარლები. აბა სად არის? ესეთ როგორ გაყვანა ახლა. რაიცა მივიდეს მიეხმარ. აბა ნახე მიდი. შენგენა ცვალე. აწია? არა. აბა ნახე ლედი, ნახე. აბა ნახე ჩემი გოგო. მაგარ კადრებს აიღებენ ახლა. მიდი ლედი. კარგი ხარ, კარგი. ოხე, პატარა მე. ინა ცვალე. დასარე. მიდი გამორეკილი ყავს. მიდი. მიდი აქ არის, რაღაც აქ არის ბიჭებო, შეიძლება მაკეტკენაც იყოს. აი მესამესთვის არ უნდა გვესროლა რა, მაგროს კარგავ ადამიანი. არლენის ერთი უნდა იყოს დაახლოებით მაგ ადგილში, სადაც დადი. ძიმიდი. აუ კიდე პატარა. ეცი. მიდი. მოიჭველი ჩოჩორი კარი ესეც ალბათ. აი, ჩორსები. აი, всё, შეეშვით. და. გამორუდი. აბა სად არის? აბა მიდი. მოდია. ეგეს ჩამოვარდა. და დამახსოვრებული. ორი ბრწყინვალე გასრულა იყო და ძალიან სამწუხაროდ დასრულდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ ვიპოვეთ. ეს ყველაზე მეტად გულს აქვს ყვითავს ხოლმე რა. კაი ნაბული, კაი ნასროლი და ამ დროს ვერ იღებ. ბიჭებს არაერთხელ უთქვამთ ხოლმე, აცილება გვირჩევნიაო. მეც იგივეს ვიტყოდი. ხო, ახალი იყო. მომიტანე გოგო. მოვრჩით ლედი. მეგობრებო, ამ ნოტაზე შეგვიძლია უკვე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ვფიქრობ, ყველანი კმაყოფილები ვართ, ყოველ შემთხვევაში 4 კაცი კმაყოფილი ვართ, 2 ძაღლი კმაყოფილია და მაყურებელს მე მგონი არ უნდა იყოს და განაწყება. ხლად უკმაყოფილი დიახ. შემთხვევაში. როგორც ყოველთვის, მოდი ასე ვთქვათ, წელს დიდი ნადავლით არ გამოირჩევა ჩვენი ნადირობა, მაგრამ ასევე როგორც ყოველთვის, დედაშენის ყოფნის და სიამოვნებისთვის საკმარისზე მეტია. ეს კი იმაზე მეტყველებს ხახნო, რომ დაკმაყოფილდით იმით, როგორც ატარებთ დროს ძაღლებთან ერთად და მეგობრებთან ერთად და რაოდენობაზე ნუ ვიქნებით ორიენტირებული. ვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, გარჩით ჩვენთან ერთად და ინადირეთ ჩვენთან. მომავალ შეხვედრამდე.